ვადლობ მოწვევისთვის, რაც შეეხება გაეროს მოდელირებას. გაეროს მოდელირება ჩემთვის პირველი პროექტი იყო, სადაც მივიღე მონაწილეობა. აქ მოვხდი გასაუბრებაზე დამიბარეს, შერჩევის პრინციპით მოვხდი და შემდეგ ქუთაისის მოდელირებაზე გადავედი ავტომატურად, კლიენტ ჯგუფი ვიყავით, როგორც იცი შენ თავადაც. რაც შეეხება ამ პროექტს და რა მინდოდა რომ მეთქვა. პირველი იყო ჩემთვის და იყო საშინელი განცდით მივედი მახსოვს ზუსტად და ნერვიულობდი ალბათ, მაგრამ არ დაგხვდა ის სანერვიულო გარემო, რასაც იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდი, პირველივე კურსზე ვიყავი და არ მქონდა მსგავს პროექტებში მიღებული მონაწილეობა და არც შესაბამისად გამოცდილება არ მქონდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი როგორი ხალხი დამხვდებოდა, რა საზოგადოება, რისი გაკეთება მომიწევდა. მაგრამ პირველივე წუთასვე, როგორც კი შევედი, გავიცანი ეს ადამიანები, საერთოდ გაქრა დაძაბულობა და დღემდე თუ რამე მისწავლია პრაქტიკის კუთხით, ამ პროექტებს უნდა ვუმატლო. მართალი ხარ, იმიტომ რომ მეც მახსოვს, მე ჩვენც ვიყავი შენთან ერთად ამ პროექტზე და მახსოვს რომ ანუ აქტიურად აი ერთი წუთი არ გქონდა დრო იმის რომ სადღაც დავგვესვენა, გვეჭამა ელემენტარული თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა შესვენებებს. ეს იყო მართლა დიდი გამოცდილება ჩვენთვის. კი, განსაკუთრებით პირველი პროექტი, იმიტომ რომ არ გვინდოდა რამე გამოგჩვენო და თითქოს მთლიანად ვიყავი კონცენტრირებული, მობილიზებული ვიყავი ყოველ სიტყვაზე. თან იყო ისიც რომ დავარებული გქონდა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გაგიახლებინა მკითხველისთვის მიგეწოდებინა სიახლე და ნახევარ საათში დიდ შრომას მოითხოვს. რეალურად ლაივ რეჟიმით მუშაობდით და კი ეს იყო ლაივ რეჟიმი იყო, კიდე იყო ის რომ მე როგორც ვიცი თქვენს კომიტეტშიც და ადამიანის უფლებათა კომიტეტი იყო, მახსოვს იყო ძალიან ბევრი სირთულეები და ამის უშუალოდ მაშინვე გადმოცემა გიწევდათ. როგორ ახერხებთ ამას? ერთობლივად მუშაობდით ფოტოგრაფებთან ერთად თუ? არა, არანაირად ფოტოგრაფები ზოგადად ჟურნალისტების საქმიანობაში არ ერევიან. მათ თავის საქმე აქვს, ჩვენი ერთმანეთსა დამოუკიდებლად ვმუშაობთ, მაგრამ უშუალო კონტაქტი მქონდა კომიტეტის ხელმძღვანელებს შორის. და ყოველთვის მიმართლებდა ხოლმე, ვფიქრობ, მიმართლებს კომიტეტების ხელმძღვანელებში, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოგაწოდონ ინფორმაცია და საერთოდ აი დაბნეულობის და მსგავსი მომენტები არ გაქვს. რაც შეეხება თემატიკას, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები აქამდე არ იყო ისეთი ნაცნობი სფერო იყო, მაგრამ არ მიმუშავია ხო მსგავს სფეროზე, მაგრამ თვითონვე სწავლობ, თვითონვე იგებ. უსმენ ზიხარდიან მთელი დღე დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე და მთლიანად ერთვები საკომიტეტო სამუშაოებში და უკვე აღარ გიჭირს მეორე, მესამე დღეს აღარ გიჭირს მუშაობა. Რამდენი იცი კითხო, თვითონ ჟურნალისტები ძირითადად რაზე მუშაობთ? ანუ შეიძლება იმუშაო წერილ ნიუსი, გადაიღო ვიდეო, ხშირად ხდება საინტერესო რაღაცების ამოკლება დელეგატებისგან, მაგალითად კამათის ამბავი, მაგალითად რაღაც დაპირისპირების ამბავი, ეს აუცილებელი იყო რომ გადაგეცათ ორგანიზატორებმა ისაუბრეს, რომ თქვენი ძალიან მადლიერი არიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობთ. თქვენ რა სიტყვით, მაგალითად ჩიერებთან თქვენი დამოკიდებულება ორგანიზატორებთან, კომიტეტის ხელმძღვანელებთან? იქიდან გამომდინარე, რომ ერთ სამუშაო დღეს მინიმუმ 10 მასალის მომზადება მაინც გევალებოდა, თითქმის ყველაფერი იყო შესული, იყო მოკლე მიმოხილვა, იყო ნიუსების სახით, იყო ინტერვიუ, როგორც დელეგატებთან, ისევე ხელმძღვანელებთან, კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე იყო მოკლე ვიდეო რგოლებს ვაკეთებდით და მახსოვს, განსაკუთრებით მახსოვს ქუთაისის ქუთაისის გაეროს მოდელირებას, ისეთი დაპირისპირება იყო, რომ თითქმის 10 ჟურნალისტი ვიდეო კამერებით მხოლოდ იმას ვაშუქებდით. ანუ არის ესეთი მომენტებიც, როცა შეიძლება შენი კომიტეტი არ იყოს, მაგრამ ოპერატიულად გააშუქო. როგორ არის თქვენი მუშაობის, ასე რომ ვთქვათ, სტრუქტურა? ხართ მარტო ჟურნალისტები თუ წყვილებში ჟურნალისტ ფოტოგრაფი, ანუ როგორ ყალიბებთ? ან კომიტეტში რამდენი ჟურნალისტი შედის? კომიტეტში შედის 1 ჟურნალისტი, 1 ფოტოგრაფი. გაეროს მოდელირება ამას ითვალისწინებს.
რეალურად შემდეგ შენი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებზე აწერ ნიუს და ტვირთავის, ხო? კი, ესე იყო. ანუ ნიუსრუმიც გაქვთ თუ რა თქმა უნდა, გქონდა ნიუსრუმი, ყავდა ხელმძღვანელი, რომელსაც ვაბარებდით და ის არედაქტირებდა და ისე იდებოდა მასალა. მარიამ, შენ გქონია ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან შეხება, თუნდაც ამ პროექტების ფარგლებში ძალიან ბევრი დელეგატი გაიცანი, ჟურნალისტებიც გაიცანი. შენი აზრით, რამდენად გაამართლა ამ პროექტმა საქართველოში, რამდენად იყო მოთხოვნა ახალგაზრდებისგან და რამდენად შეძლეს ახალგაზრდებმა საკუთარი თავის რეალიზების მოხდენა? ვფიქრობ, რომ გაამართლა, იმიტომ რომ უკვე მე რამდენიმე წელია ტარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები და პროექტები. ასობით ბავშვი იღებს, გაცრავად სტუდენტი იღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ეს უკვე გამართლება. თან არ არის მხოლოდ ხო გაეროს მოდელირება, არის სხვადასხვა სახის მოდელირებები. და რაც თავარია, ეს პროექტები იმდენად აძლევს შანსს ყველას, როგორც ჟურნალისტს, როგორც დელეგატს, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელს, რომ განვითარდნენ არა მხოლოდ აკადემიური თვალსაზრისით, არამედ პიროვნულადაც განვითარდნენ, შეიძინონ ახალი მეგობრები, ნაცნობები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველასთვის მისაღებია. ძალიან კარგი, მარიამ, მაინტერესებს თან უკამდე ხატი ამაც როცა მოყავდა სტუმრად ისაუბრეს იმაზე, რომ აპირებენ ზამთრის და საზაფხულო სკოლის გაკეთებას. რაც იქნება ზუსტად იგივე ფორმატი, საყოველთაოდ ჟურნალისტები, კომიტეტის ხელმძღვანელი და შემდეგ მომავალი გეგმა არის სამთავრობო ორგანიზაციის არის ის, რომ საერთაშორისო მასშტაბის უნდა უკვე ოფიციალურად გვერდზეც მუშაობენ და უნდათ რომ ყავდეთ ისეთი ეწოდებული ჩამოყალიბებული ჟურნალისტების ჯგუფი, ორგანიზატორების ვერაყოლებათ, იმიტომ რომ იცვლებიან თქო და დელეგატები. ყველაზე დიდი რაოდენობა რაც ყოლიათ დელეგატების ეს იყო 300 კაცზე მეტი. ძირითადად კი, საქართველოს მასშტაბით, სოციალურ არ არის საქართველოს მასშტაბით, არის ძალიან ბევრი დელეგატი. ეს მხოლოდ დელეგატი და კიდევ მინდა გკითხო, ალბათ რომელი კომიტეტი უფრო მისაღებია შენთვის? ანუ რომელი კომიტეტი უფრო მოთხოვნა ის შენ რომ იყო თქვა დელეგატად, რას ისურვებდი რომელ კომიტეტში მუშაობას? უბრალოდ რა კრიტერიუმით არჩევდი კომიტეტს? შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შენი ინტერესებიდან გამომდინარე? ჩემი ინტერესების სფეროდან გამომდინარე შევარჩევდი. განსაკუთრებით დამაინტერესებდა ქალთა უფლებები. ყოველთვის მინდოდა ხოლმე იმ კომიტეტში შესვლა და თვითონ პირადი ჩემი მიზნითაც რომ გამეგო უფრო მეტი ამ საკითხის შესახებ, მაგრამ არასდროს არ მქონია განსაკუთრებული მოთხოვნა ხელმძღვანელების მიმართ, რომ მაინც აი ამ კომიტეტში შევშვა. არა, ყველა საინტერესო იყო ჩემთვის, ყველა ახალი იყო და ყველა მართლა მაინტერესებდა. შენ ახსენე რომ ძალიან დიდი გამოცდილება მოგცა ამ პროექტმა. როგორც ჟურნალისტი და პროფესიით მომავალი ჟურნალისტი, რამდენად ისწავლე? პრაქტიკა იყო ეს მაქსიმალური, ხო? რა თქმა უნდა, თეორია გვაქვს, მაგრამ იყო პრაქტიკული ცოდნის მაქსიმალური მიღება და გამოცდილება. ანუ რა გამოცდილება მიიღე, რა ისწავლე ის რაც არ იცოდი მაგალითად. ახსენე რომ გეშინოდა, მაგრამ მიხვედი და აღარ გეშინოდა. როგორ გადაახე ბარიერები? ზოგადად, როდესაც უკვე სტუდენტი ხარ, გაქვს რაღაცა დონეზე თეორიული ცოდნა, მაგრამ პირველ კურსზე ძალიან დიდი ფუფუნება რომ გქონდეს პრაქტიკული გამოცდილება. და ეს პროექტი იმდენად მაქსიმალურად გაძლევს იმის შანსს, რომ ძალიან ახლოს მიხვიდე შენს პროფესიას და უკვე კონკრეტულად ვიტყვი ჟურნალისტიკასთან ძალიან ახლოს ვიყავი და თავი მართლა ნამდვილად მეგონა, რომ აი რეალური ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც უნდა შეესრულებინა ის საქმე, რასაც მაგალითად რეალურ გაეროს სამიტზე აკეთებს რომელიმე ტელევიზიიდან მივლინებით. პარლამენტზე მინდა გითხო, პარლამენტში მუშაობენ როგორც ჩაიარეთ, რამდენად კარგად მოერგეთ პარლამენტს? განსაკუთრებით აი იქ შეითვლის, იმიტომ რომ გარემოც ისეთი იყო ნამდვილად, პარლამენტში გიწევდა მუშაობა მთელი 3 დღე, მონოდინი გქონდა რომელიმე პოლიტიკოს გადააწყდები და უცებ უნდა მოიფიქრო, კონცენტრაცია მოახდინა, რომ სათანადო კითხვები დაუსვა. არ არის მხოლოდ ხო, შეიძლება ითქვას კომიტეტის ხელმძღვანელს ჩვეულებრივ კითხვა, მაგრამ იქ მაინც სხვანაირ მომზადება სჭირდება. დილას იწყებდით და რომელ საათამდე გრძელდებოდა? დილით იწყება, დაახლოებით 10 საათისთვის ხოლმე და
განსაზღვრული დრო არ არის, როდის დამთავრდება. ერთ-ერთ კომიტეტში მე არ ყოფილა, ეს იყო კრიზისები, მახსოვს იყო ღამის 12 საათამდე, თუ არ ვცდები, უბრალოდ გაათენეს. არ განისაზღვრება ეს, როდესაც დამთავრებს შენი კომიტეტი იმ დღის სამუშაოს, ამთავრებს შენს ჟურნალისტი მათთან ერთად. ძალიან კარგი, რამდენი დაპირებ, რომ გააგრძელო მათთან თანამშრომლობა და ზოგადად ამ კუთხით მოდელირებებში ჟურნალისტობა, რამდენი გაძლევს ეს შენ როგორც ჟურნალისტი? ზოგადად ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ჩემი თავი ამოვწურე, იმიტომ რომ უკვე მეორე კურსზე ვარ, ნამდვილად მაქვს აღარც იმის დრო, აღარც სურვილი, რომ კიდევ რომელიმე პროექტში მივიღოს გავს პროექტში მონაწილეობა. იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, უკვე სხვა კუთხით უნდა წავიდე, ხო, რაღაც ახალი გავიგო, მაგრამ ურჩევ თუ არა იმ ახალგაზრდებს მონაწილეობის მიღებას, ვისაც არ უნახავს მსგავსი პროექტი. რა თქმა უნდა, პირველ კურსელებს იქნება თუ სხვადასხვა დამამთავრებელ კლასის მოსწავლეებს აუცილებელია პიროვნული განვითარებისთვის, პროფესიული, თუნდაც ჩამოყალიბებისთვის. მე ურჩევ, რომ მიიღონ მონაწილეობა, რომ გაიგო, უნდათ მართლა რეალურად ჟურნალისტიკა, ძალიან ახლოს იქნებიან იმ პროფესიასთან და მიხვდებიან მომავალში რისი გაკეთება მოუწევთ. ძალიან კარგი, მარიამ, მე მინდა ბოლოსკენ ვკითხო უნივერსიტეტთან დაკავშირებით პრაქტიკა და შემდეგ აქ პრაქტიკა. მინდა ერთმანეთს ჩავატაროთ. თქვენთან მაღალ კურსზე იწყება პრაქტიკა თუ საერთოდ ის თეორია დაგეხმარება რაც უნივერსიტეტში აღებული ქონდა აქ პრაქტიკაში თუ ეს სულ სხვა სამყარო იყო. მინდა ძალიან კარგად ვიცი, მეც ერთხელ მაქვს მონაწილეობა, ორჯერ მონაწილეობა მიღებული და მესმის და მინდა შენი აზრი დაუფიქრე ახალგაზრდებს. რატომ უნდა მოვიდნენ და იყვნენ ჟურნალისტები თქვა საქართველოს გარემოს მოდელირების ასოციაციაზე? კარგი კითხვაა ძალიან. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი მიდგომა, ხო, რომელი კურსიდან გაგზავნიან თავიანთ სტუდენტებს პრაქტიკაზე. შავიზღვის უნივერსიტეტმა ეს ჩვენთან მაგალითად პირველივე წელს გაგვიშვა, ოღონდ მეორე სემესტრში უკვე ოფიციალურ სტაჟირებაზე. მაგრამ გაეროს მოდელირება მახსოვს იყო პირველი კურსის პირველივე თვეს, თუ არ ვცდები. ამის შემდეგ მე როგორც ვიცი, უკვე თქვენმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო, ხო? მაგალითად ამ ორგანიზაციასთან. და ისიც იყო თქვენ პარტნიორია, ერთ-ერთი პარტნიორია შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს ახალგაზრდების განვითარებას. ძალიან კარგი, მარი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და ძალიან საინტერესო ვისაუბრე ახალგაზრდებთან. ეს იყო გადაცემა ახალგაზრდული პოლიტიკა, ჩვენ კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.